კიდევ ერთი დიდი დღესასწაული, რომელიც აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს 6 მაისს ჭყონდიდის ეპარქიაში საზეიმოდ აღინიშნა გიორგობაა. წმინდა გიორგი ქართველი ერის განსაკუთრებული მფარველი და მეუხია უფლის წინაშე. ამიტომაც საქართველოში ტაძართა უმრავლესობა სწორედ წმინდა გიორგის სახელობისაა. სამეგრელოში გამორჩეულად აღსანიშნავია ილორის, სუჯუნისა და ალერტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები. ალერტის ეკლესია მდებარეობს მარტვილის რაიონის სოფელ ნოღაში. ზუსტი მონაცემები ალერტის ეკლესიაზე არ მოიპოვება, თუმცა წყაროების მიხედვით ეკლესია მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისშია აშენებული. რაც შეეხება სამრეკლოს, იგი შედარებით ადრინდელია, მე-10 საუკუნით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრული წესითაა აგებული. სამრეკლოს კედელი დამშვენებულია ბარელიეფებით, რომელიც მხოლოდ ქართულ ხუროთმოძღვრებაში გვხვდება და გუმბათიც ქართულია. მე-19 საუკუნეში აქ არსებულა მამათა მონასტერი და სასულიერო სკოლა, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კომუნისტებს გაუუქმებიათ და მღვდელთმსახურებაც აღუკვეთიათ. დღეისათვის ტაძარიცა და მონასტერიც აღდგენილია და აქ კვლავინდებურად აღესრულება ღვთისმსახურება. ათეისტურ რეჟიმს ვერც სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძარი გადაურჩა. კომუნისტებმა თავისი ხელით ტაძარს აქაც დაატყვეს და წირვა-ლოცვა გააუქმეს. სუჯუნის გუმბათოვანი ტაძრის აგება მე-17 საუკუნის ბოლოს ანტონ ჭყონდიდელის სახელს უკავშირდება. როდესაც ჭყონდიდელებმა სუჯუნა ზამთრის რეზიდენციად გამოაცხადეს, ანუ ზაფხულობით ისინი მარტვილში იმყოფებოდნენ, ხოლო ზამთრობით სუჯუნაში, დღის წესრიგში დადგა სუჯუნაში სამღვდელმთავრო ტაძრის აგების საკითხი. მე-18 საუკუნიდან ემზადებოდნენ ამისათვის. 1836 წელს გაიჭრა ფუნდამენტი, სადაც ჩაყრილი იქნა ნედლით ხმელის ხეებიო. ამ ხმელის ხეებზე იქნა დასკმული ქვითკირის ფუნდამენტი, ბალავარი და შემდეგ დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ეს კოლხეთში მიღებული მშენებლობის სტილი იყო. ტაძრის მშენებლობა 10-15 წელიწადს გაგრძელდა და იკურთხა 1855 წელს. სუჯუნაში ღვთისმსახურება 1989 წლიდან აღდგა. ტაძრის პირველი მღვდელმსახური მარკოს ბოლუხია იყო. დღეს იგი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონია. ამ პერიოდს დაემთხვა გრევა ქვეყნის სტრუქტურის, ასე ვთქვათ, და წამოვიდა ახალი წყობილების წამოსვლა. და ფაქტიურად ხალხი დარჩა წმენის გარეშე. ამ დროს მოევლინა აბაშას მეუფე ანტონი, მაშინდელი მამა მარკოზი და გაიხსნა სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის კარები. ეს იყო უდიდესი შვება, ეს იყო უდიდესი სიხარული, ეს იყო რწმენა, იმ რწმენის დაბრუნება, რომელიც 70 წლის განმავლობაში კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ ჩაახშო და ეს დაგროვილი ხალხში ერთად იფეთქა. მოგვიხაროდა, მოვდიოდით წვიმაში ავდარში, მოვდიოდით ფეხით, დაინგრა იმ დროს მოგეხსენებათ ავაცახსენებელი 90-იანები, არაშუქი, არატრანსპორტი, მაგრამ მოვდიოდით ფეხით, მოგვიხაროდა. იმიტომ რომ აქ ხდებოდა რწმენა, აქ ხდებოდა უფლის მადლი, აქ ხდებოდა უდიდესი სიყვარული, რომელიც გადმოედინებოდა მამა მარკოზისაგან, ეხლანდელი მეუფე ანტონისგან. გაგვაერთიანა მეუფე ანტონმა, შეგვაკავშირა, ერთმანეთს დაუწყეთ მოფერება, მოსიყვარულება და ეს იყო, არ ვიცი, უდიდესი დღესასწაული, ყოველი კვირის გათენება და ყოველი დღესასწაული იყო ზეიმი, ასე ვთქვათ, ჩვენი თაობისათვის. რამდენი მოძღვარი გაზარდა ამ ტაძარმა. პირველი ვინც ეკურთხა მაშინ იყო მეუფე ანტონის აღზრდების შემდეგ მამა ანდრია, ეხლა სეფიეთის ეკლესიის მოძღვარი, შემდეგ მამა ეგნატე, ტყვირის ეკლესიის მოძღვარი, მამა იოსები, რომელიც აქ მოღვაწეობდა, მამა კონსტანტინე, მამა გრიგოლი ფოთში, მამა ნაზარი, მამა მაქსიმე, ძალიან ბევრი. ეხლაც კი ამ მადლითა და ამ სიყვარულითა და ამ რწმენით, უდიდესი ძალა. სადაც მახსენდება წმინდა გიორგის სუჯუნის, იქ დღესასწაულია და იქ სიხარულია და იქ სიყვარულია. 6 მაისს გიორგობის დღესასწაული სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვის აღსრულებით დაიწყო. წირვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აღავლინა.
ისეთი რწმენა მაქვს ამ ტაძრისა, ისეთი სიყვარული მაქვს, არასოდეს არ დამავიწყდება. 17 წელია რაც დავდივარ. მე ულოცავ მთლიანად საქართველოს გიორგობას, სიყვარულს, სითბო და ერთმანეთის სიყვარული ქონოდეს და გატანა. სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს მთლიანად საქართველო და ეს ქონდეს ქართველებს. მე დამარქვეს გიორგი, წმინდა გიორგის საპატივცემულოდ. მინდა მთელი აბაშის სახელით მიულოცო მთელ საქართველოს გიორგობა. ამ დღესასწაულს ყველა სუჯუნელს, ყველა აბაშელს, ყველა საქართველოს მოქალაქეს ულოცავ, კონდეს დიდხნის სიცოცხლე, წინსვლა წარმატება. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა მრევლს დღესასწაულის მნიშვნელობასა და ტაძრის შესახებ უკადაგეს. დღეს ძალიან დიდი და ლამაზი დღეა. არაერთი მიზეზი გვაქვს სიხარულისათვის და ჩვენი სიხარულის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ გრძელდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო დღეები, ბრწყინვალე შვიდეულია და ამიტომ ყველას გულითა და სულით გილოცავთ და გახარებთ ქრისტე აღსდგა. მიზეზი ასევე ჩვენი დიდი სიხარულისა არის ხსენება წმიდისა, დიდისა, მოწამისა, ძლევა შემოსილისა და საკვირო მოქნისა გიორგისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღევანდელ დღეს არის ასევე აი ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული. ტაძრისა, რომელიც წმინდა გიორგის სახელზე აღშენებული. დღეს არის ამ სოფლის დღესასწაული, მთავარი დღესასწაული ამ სოფლისა, რადგან ყოველი სულის, ყოველი ოჯახის თავზე აქედან გარდამოსული მადლი მოეფინება და ყოველ ჟამს, ყოველ დღე სიხარულში თუ ტკივილსა და განსაცდელში ჩვენ გვახსენებს მის სამრეკლოდან გაგონილი ზარის ხმა, გვახსენებს სამყაროს შემოქმედის შესახებ, გვახსენებს საკუთარი დანიშნულების შესახებ, გვახსენებს იმის შესახებ, ვინ ვარ და საიდან მოვდივართ. არა შემთხვევით ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი ერის სიმბოლოდ წმინდა გიორგი აირჩიეს, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ბოროტების დამარცხებისა და ამასთან ერთად აირჩიეს მოწამეობრივი გზა, რამე თუ დიდ მოწამეთა მთავარი არის წმინდა გიორგი და ჩვენ ვიცით თუ როგორ უარი თქვა მან იმპერატორის მემკვიდრეობაზე და აირჩია ქრისტესათვის მოწამეობრივი აღსასრული და აირჩია ის დიდებული მდგომარეობა წმინდანთა დასში, ცათა სასუფეველში, რასაც ჩვენ და მთელი სამყარო ქეთს უხრით და ვეთაყვანებით მის ხსოვნას. ამიტომაც არის რა ჩვენი ერის წინამძღოლი და მაგალითი და სახელიც კი გიორგია, წმინდა გიორგისთან გაიგივებულია ჩვენი ერისა, რა თქმა უნდა, ჩვენმა წინაპრებმაც არა შემთხვევით ყველაზე მრავლად სალოცავები, ეკლესია, მონასტრები წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს და გამოხატეს მისი მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, უფრო მეტიც თავისი სულიერობით, თავისი მოღვაწეობით, სწორი ურთიერთობით ღვთისა, წმინდა გიორგისა, წმინდათა დასისა და სამშობლოს მიმართ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ხილულად უძღოდა ქართველთა ლაშქარს წმინდა გიორგი, ამხნევებდა, ანუ იმედის ასოება წმინდა გიორგი ბრძოლის ველზე. ბოროტებასთან ბრძოლაში იყო, ესე იგი წინამძღოლობა წმინდა გიორგისი, ეს რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი სულიერების, დიდი ღვთისწყალობის, დიდი ქრისტიანობის, ესე იგი ნაყოფი და შედეგი საქართველოს ისტორიაში. თქვენ იცით ამ ტაძარს უწოდებენ შემასმენელს და გარდამოცემის თანახმად ტრაპეზის ქვეშ ყურის ნაწილი წმინდა გიორგისა ბრძანდება, ანუ მარჩქილე მეგრულად რომ ისმენს მართლის ლოცვას და შეისმინოს წმინდა გიორგიმ ლოცვა ვედრება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და მისი სულიერი გაბრწყინებისათვის. დღესასწაულის სიხარულს აორმაგებდა ტაძრის პირველი მღვდელმსახურის იუბილე. მეუფე ანტონს დაბადებიდან 60, ხოლო მღვდელმთავრობის 20 წელი შეუსრულდა. აი ამ ტაძრის გახსნა და ამოქმედება უკავშირდება იმ ეპოქას, იმ პერიოდს, როდესაც მისი ამოქმედების ჟამს დაინიშნა აქ პირველი მოძღვარი, პირველი ადამიანი, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში დუმილის შემდეგ შემოვიდა ამ ტაძარში და თქვა: დიდება მაღალთა შინაღმერთსა, რომელმაც ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ
გახარათ და გითხრათ ქრისტე აღსდგა. ეს იყო მისი უწმიდესობის ლოცვა კურთხევით ადგილობრივი მღვდელმთავრის ომოფორის ქვეშ მისი კურთხევით მეუფე გიორგი შალამბერიძის კურთხევის ქვეშ ასევე მამა მარკოზი და სწორედ დღევანდელ დღეს ჩვენ დღესასწაულობთ მამა მარკოზის აწუკვე მეუფე ანტონის დაბადების დღეს და კიდევ ერთი მიზეზია ჩვენი დიდი სიხარულისა. სწორედ ამ ტაძრიდან აიდგა როგორც სასულიერო პირმა ფეხი მეუფე ანტონმა და როგორც მისგან არაერთხელ გვსმენია ეს გრძნობა, ეს განცდა, ეს შინაგანი მიზიდულობა, ეს კავშირი ამ ადგილ გარემოსთან, ამ ტაძართან, აი ამ ტრაპეზთან მისი ცხოვრების განმავლობაში განუწყვეტელია და განსაკუთრებულ სითბოს განიცდის ყოველთვის. მე მინდა დიდი სიხარული და სიყვარული გამოვხატო პატივისცემა მეუფე ანტონის მიმართ. მე მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო მეუფე გრიგოლის მიმართ, თუმცა ასე საოცრად ძალიან ესეთი ჩააქსოვა, წარმოგვიჩინა თუ რასთან, რა მოვლენასთან, რა სიხარულთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე, თუ რა მდგომარეობას, როგორ ზეიმობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და დიდი პასუხისგებლობაა დღეს ვიდგეთ ძმები და მეუფე ანტონს დაბადებიდან 60 წლის თავს და მღვდელმთავრობიდან 20 და ასევე ბერობის მონაზონობის 20 წლის თავს ულოცავდეთ. გამოვხატავთ რა ჩვენს დიდ პატივისცემას აი ეპარქიის სამღვდელო დასის მრევლის სახელით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ხატი საჩუქრად მეუფე ანტონის მიმართ, რომელზეც გამოსახულია სუჯუნის წმინდა გიორგი შემასმენელით მარკოზ მახარებელი, რომელიც იყო და არის ფარველი ანგელოზი მეუფის სამღვდელო ხარისში მოღვაწეობისას და სუჯუნის სამრევლოში მოღვაწეობისას და ანტონი დიდი ღირსი მამა, რომელიც არის ასევე ზანდება მეუფე ანტონის ფარველი ანგელოზი მის მღვდელმთავრობის და მისი ბერობის შემწე და ფარველი, რომლის ლოცვა კურთხევა და მეოხება არ მოკლებოდეს მეუფე ანტონს და სრულიად საქართველოს ამინ. ნიშნად ჩვენი დიდი სიყვარულისა გვინდა გადავცეთ დღევანდელი დღის სახსოვრად ხატი მეუფე ანტონს საჩუქრად. მრავალ საწელსა, მრავალ ჟამიერ მეუფე ანტონის მოღვაწეობა ჩვენი ერის და ეკლესიის ასიკეთოთ. ამინ. რა თქმა უნდა,ავლებ ადამიანის შემსგავი ცხოვრებას, გასავლელსაც რა თქმა უნდა. ჩვენთვის თითოეული აქ ქვა ლამაზია, თითოეული გავლილი დღეები ძალიან ლამაზია. თითოეული თქვენი სახე კлау მაგდებს 27 წლის წინანდელ ისტორიაში. ჩვენ ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა ჩვენთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის. მოგონებაც, სიხარულიც, ცევდაც, ტრაგედიაც, ყველაფერი ჩვენი თანამავალი არის. 1956 წელს აღდგომა 6 მაისს. შვიდში დავიბადე. გადავხედე აწიროდეს იქნება და 2040 წელს აქ ვწირავთ ყველა. მამა მარკოზი ყოველას ხარში გვედგა, გვახსოვს მისი სიყვარული სიტყვა, მან დააფრთიანას ყველა. აქ ძალიან ბევრი მრევლი იყო ჩვენი ეკლესია, სუჯუნის გიორგის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესიიდან წამოვიდა ყველა დასავლეთ საქართველოში თითქმის ფოთში გინდა, ზუგდიდში გინდა, სენაკში გინდა, ყველგან არის მამაოს მრევლი. მამა მარკოზის და მე მინდა მივლოცო დღევანდელი 20 წლის თავი მას და მინდა სულ სიკეთე და ჯანმრთელობა და კარგატყოფილება უსურვო და მუდამ ყოფილიყო ჩვენი მრევლის გასაძლიერებლად და გასაფრთხნებებლად. წირვის დასრულების შემდეგ აბაშის კულტურის სახლში გადავინაცვლეთ. ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მღვდელმთავრის სუჯუნაში მოღვაწეობა და ეპარქიის სახელით ხატი უსახსოვრეს, რომელიც ნიჭიერმა ოსტატმა და ხატმწერმა ზაქარია ტკვაცირიამ საგანგებოდ მეუფე ანტონისთვის დაწერა. ვილოცავთ მეუფე ანტონს იუბილეს და დღეგრძელობას ვუსურვებთ.